უკვე მესამე დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა ირაკლი ჯიქიძემ. ასევე დღეს ორშაბათი დღიდან დაიწყო მასობრივი შიმშილობა ჭიათურაში. ამ ეტაპზე არის 5 ადამიანი, თუმცა მსურველი ძალიან ბევრია. 60 დღიანი პროტესტის შემდეგ მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მათ თბილისში იურისტთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. დაისაუბრეს ჭიათურაში არსებულ მძიმე ვითარებაზე. და ასევე მათი თქმით დამსაქმებელი კომპანიის მიერ მათი შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მაღაროელებმა ისიც თქვეს, რომ მათ საკუთარი უფლებების დასაცავად არაერთ სახელმწიფო ინსტიტუტსაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე მათ ოფიციალური პირები არ შეხვედრიან. ჯორჯიან მანგანეზის მმართველმა კომპანიამ ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ, რომელიც თავდაპირველად აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა, 22 აპრილს განაცხადა, რომ ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა. ამის შემდეგ კომპანიაში მაღაროელები და სხვა თანამშრომლები დაიბარეს გარკვეულ დოკუმენტზე ხელმოსაწერად. მაღაროელთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ კომპანიის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერა სამსახურიდან გათავისუფლების ტოლფასია. სწორედ ამიტომ ისინი პროტესტს განაგრძობენ. განცხადება პირდაპირ შინაარსობრივად მოიცავს იმას, რომ ყველა დასაქმებული ოფიციალურად უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან, უნდა დაემორჩილოს რეორგანიზაციას და მასობრივი დათხოვნის მოთხოვნას. ასევე კომპანია შესთავაზებს შემდეგ გამოცდას, თეორიულ გამოცდას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს და სწორედ კომპანიის მიზანიც ის არის, რომ 3620 ადამიანის ნაცვლად ყავდეს მაღაროში დასაქმებული დაახლოებით 1000-1500 ადამიანი და ეს ხელმოწერაც ემსახურება ამას. მაღაროელების ადვოკატი ვაკო ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს და მისივე განმარტებით ამ პროცესს კანონდარღვევით წარმართავენ. იურისტის შეფასებით კომპანიას შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობები არ შეუსრულებია. იურისტი იმ დოკუმენტზე საუბრობს, რომელიც ბოლოს კომპანიამ მაღაროელებს ხელმოსაწერად შესთავაზა. ისინი აახლებენ მიწისქვეშა სამუშაოებს, მაგრამ უნდათ რომ ეს სამუშაოები განაახლონ შემცირებული სამუშაო ძალით, ანუ არა იყვანენ იმდენ ადამიანს, რამდენიც მანამდე იყო დასაქმებული, ეს ერთი და როგორც ჩანს, უნდათ ხელფასების შემცირება. სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა ეს განცხადება. 7 პუნქტიანი არის ეს განცხადება, ამ 7-დან უმეტესობა უბრალოდ ტყუილია. აქ არის მაგალითად ის, რომ ეთანხმება ადამიანი რეორგანიზაციას და აქ წერია ერთ-ერთი პუნქტი, რომ სრულად იცის ხელმომწერმა რა არის ახალი საშტატო ნუსხა, რა იქნება ხელფასი, როგორი ჩატარდება კონკურსი, რას კითხავენ ამ კონკურსის ფარგლებში. მეგობრებო, ეს უბრალოდ ამ ეტაპზე ჭიათურაში არავინ არ იცის. რაც შეეხება ჯორჯიან მანგანეზის მმართველი კომპანიის, ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის პოზიციას. მათ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვრცელი ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს. განცხადებაზე ხელმოწერა სამსახურიდან გათავისუფლებას არ ნიშნავს. ეს არ არის იურიდიული შინაარსის დოკუმენტი, რომელსაც რაიმე შედეგი უნდა მოხვდეს. აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია ნებისმიერი განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ მოსაზრებას, თითქოს ამ განცხადებაზე ხელის მოწერას რაიმე ნეგატიურ შედეგს წარმოშობს რომელიმე პირისთვის და ნიშნავს სამსახურიდან გათავისუფლებას. მაღაროელებისთვის ეს განმარტებები დამაჯერებელი არ არის. ისინი აცხადებენ, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ არაერთხელ მოატყუა ისინი. სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ და 1 მაისს მასშტაბურ აქციასაც გეგმავენ მშობლიურ ქალაქში, ჭიათურაში. მათ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის უმთავრესია მარტისა და აპრილის ხელფასების 60%-ის მიღება და საბანკო ვალდებულებების გაყინვა, ვიდრე სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან. მაღაროელების კიდევ ერთი მოთხოვნაა მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს. როგორ და რა პირობებში გაგრძელდება მაღაროელთა საქმიანობა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.